ეს არის კუსკუსი ქვია, ლიბანური ბრინჯივით არის. აი ესეთი. ეს კუსკუსი უნდა გადავიტანოთ ჯამში. ლიბანური საჭმელები შემიყვარდა ამსტერდამში. არის ეგეთი ლიბანური ადგილი. და ძალიან ხშირად ხვდები, როცა იქ ახარ ამსტერდამში და გიწევს ისეთი გემრიელია და იმის მერე შემიყვარდა და დავინტერესდი. სამზარეულოთი და ეხლა გავაკეთებ ამ კუსკუსს. ეს მასწავლა ვახო ბაბუნაშვილმა. ისთვისაც მადლობელი ვარ. მოგლეთ ამას ვყრით ჯამში და ვასხამთ ადუღებულ წყალს. მოგლეთ აი 250 გრამი ადუღებული წყალი უნდა ვასხათ და ურიოთ. ეხლა ამას ვახურავთ თეფს, რომ შებუჟბუჟდეს. მე ვჭრით მწვანე ხავს, ერთი 5 ძალს. მწვანე ნაწილს ვჭრით და ვჭრით ქინძს. ეს ქართული ისინია, რა ქვია, ელემენტები შეტანილი კუსკუსში. ვახომ შეიტანა, მე პატივს ვცემ ვახოს როგორც მეგობარსაც და როგორც კულინარს. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებს და მიყვარს მე საერთოდ ახალი რაღაცების გასინჯო. კიდე მაგ ყველი, ლიმონი. აჰა, ესე შევაყრე. ესე. ცოტა მარილი. და უნდა ესეთი ის არის, ქარი. ქარსაც ვაყრეთ რა. ესე. და ურევთ. მიხვდები რომ წყალი უნდა თუ არა კიდე დამატება. ეგეთი ამბავია. ეხლა გავხეხოთ ლიმონი. იარა, ყველი უნდა დავჭრათ კუბიკებად. ხარით ყველსაც. აჰა. ენიანად ურევთ. ეხლა უნდა გავხეხოთ ლიმონი. ლიმონის კანი. ლაიმის თუ გაქენ მწვანე, ერთად უფრო გემრიელი გამოდის. ერთი ამბავი. მოყრით ლიმონსაც. წამოვიდა სუნები ახლა. ესე შევამდე. ცოტა სიმინდით შეიძლება. აჰა. ეხლა ცოტა ცხელი წყალი. ერთი 3 წუთი უნდა იდგეს თავდახურული.
და ჩვენი კუსკუსი. ამასაც ეს სოიო უხდება ძალიან. მერე უკვე როცა გადაიღებთ. ჩვენი კუსკუსიც არის შევკუსკუსებული უკვე. ახლა გადმოგიღებთ. გავსინჯოთ. სოიოს სასხამი რა. ზოგადად კბილიც კეთდება ეს კუსკუსი, მაგრამ ინგრედიენტები იცვლება. კბილის ძალიან გემრიელია მურაბით.